მე პირველ რიგში სოლიდარობას გამოვხატავ სინდისის პარტნიორების მიმართ და უსურვებ დუშენის სინდრომის მქონე ბავშვებს და მათ ოჯახის წევრებს, რომ მიეცეთ მალე ბავშვებს წამალი. რაც შეეხება 26 მაისის აქციას, თქვენ იცით, რომ მე პირადად ჩვენი პარტიის წევრები ყოველთვის აქციებზე დავდიოდით, მიუხედავად იმისა, ვიყავით თუ არა მისი ორგანიზატორები, აქ პარტიების მიერ ორგანიზებულ აქციაშიც კი არ არის პრობლემა. სხვა აქციები, რომელიც ტარდება, მაგალითად ტრადიციული შაბათის მარშები, ხო? აი ხოლმე იქ ვიდგები, კონკრეტულად ხვალიდელი დღე პაატა ბურჭულაძის მსოფლიო ბანის მხარდასაჭერად არის მიძღვნილი, ხო? აბა მაშინ რაშია პრობლემა? გასვლითი მარშები არსებობს, რომელიც ჩატარდა ზუგდიდში, ბათუმში, ქუთაისში. იქ ყოველთვის ვართ. არა მარტო მე, არამედ ჩვენი პარტიის წევრების და მას აორგანიზებენ სამოქალაქო ჯგუფები, აქტივისტები. პარტიების მიერ ორგანიზებულ აქციებშიც მიგვიღია მონაწილეობა არაერთხელ ჩვენი თანაორგანიზატორობის გარეშე. ოღონდ იმს, რასაც ჩვენ ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებით, ხო? რომ ეს არის უფრო კონკრეტულად რამდენიმე პარტიის, ხო, ოპოზიციური ალიანსი, რასაც ეწოდება. იმისი აქცია უფრო სხვა მიზნებისთვის, ვიდრე სხვა აქციებს აქვთ ხოლმე. ახლა სიმართლე რო გითხრათ, რასაც ლევან ცუცქირიძე ამბობდა, განსხვავდება იმისგან, რასაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენდით. ხო, იქ იყო საუბარი იმაზე, რომ ჩვენ პოლიტიკური სცენა გვექნება და იქ გვინდა რომ ჩვენებია აშკარად. არა, მეც ახლა ასე ვისმენდი და ეს რიტორიკა, რომელიც მე თავიდანვე მჯეროდა, რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო, მე დიდი სიამოვნებით შეუერთდებოდი, მაგრამ სხვა ლიდერებისგან, სხვა სპიკერებისგან, ალიანსის, სხვა პარტიებისგან, როგორც მინიმუმ, ხო? ჩვენ ვისმენდით იმას, რომ ხო, რაღაც მანდატი უნდა მივიღოთ ხალხისგან კონკრეტული გეგმებისთვის. მათ შორის საუბარი არის ალბათ ისეთ გეგმებზე და საკითხებზე, რომელზეც ჩვენ ძლიერ საქართველოს რელოს განსხვავებული ხედვა და მიდგომა გვაქვს. შესაბამისად, ასეთ პირობებში ეს იქნება უფრო რთული. ცირდებოდეთ ოპოზიციურ ალიანსთან? კიდევ ერთხელ ვამბობ, აქ პრობლემა პარტიების და თუნდაც ოპოზიციური ალიანსის მიერ ორგანიზებულ აქციაზე არ არის მეთქობა. აინახეთ რისკი იმისა, რომ 26 მაისის მიერ დაანონსებული მარში რაც გითხარით იმაში, რაც გითხარით იმაში. პარტიულ, ასე ვთქვათ, რა ვიცი, თუ პარტიას, თუ ორგანიზატორ პარტიებს აქვთ სურვილი, რომ იმ პოლიტიკურ სცენაზე ჰქონდეთ ისეთი დღის წესრიგი, ისეთ პოლიტიკურ საკითხებზე, რომლისგანაც ჩვენ განსხვავებული ხედვა გვაქვს. ხო, მაგალითად, მანდატი მივიღოთ ჩვენ ალიანსმაო რაღაც საკითხებზე, მაგალითად, ბოიკოტზე, არჩევნებზე და ასე შემდეგ. ასეთ შემთხვევაში ეს ცვლის აქციის შინაარს, სწორედ. რა თქმა უნდა, 26 მაისი არის საყოველთაო ეროვნული დღესასწაული. თუ ამ საყოველთაო ეროვნულ დღესასწაულს გარდა იმისა, რომ ადამიანები გამოვლენ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად, ექნება სხვა, უფრო მეტად პარტიული დატვირთვა და თან ისეთი დატვირთვა პარტიული, რომელიც ჩვენი ხედვებისგან განსხვავებული იქნება და გარკვეულწილად წინააღმდეგობაში მოდის. ასეთ შემთხვევაში იქნება რთული, თორე რა თქმა უნდა ჩვენ 26 მაისს ძალიან ბევრი გეგმა გვექნება, მათ შორის უსწავლოზე გასწორებას. გახვალთ რუსთაველზე და რა დროსაც დაინახავთ, რომ რაღაცა პოლიტიკურმა გამოსვლებმა უკვე მიიღო. არა, ეს უკვე მოვისმინეთ, დაანონსებულია. არა, რა თქმა უნდა. უბრალოდ ეხლა მე მეუცნაურა, იმიტომ რომ ალიანსში არ არის ეთყობა ერთნაირი ხედვა ამ აქციის, იმიტომ რომ ლევანი ცოტა სხვაგვარად საუბრობდა და ამიტომაც საუბრობდა უშუალოდ თავისი პარტიის სახელით, თავისუფლების მოედნის სახელით. ისევე როგორც რა ვიცი დღევანდელ საარჩევნო პირობებთან დაკავშირებითაც მათ განსხვავებული პოზიცია აქვს. გაიგეთ მისი ნათქვამი, ანუ მე ასე გავიგე, რომ ხო, ეს არის თავისუფლების მოედნის პოზიცია. შეიძლება ბოლომდე წესიერად ვერ უსმინე, როდესაც მე შემოვედი სტუდიაში, მხოლოდ მაშინ მქონდა მისი მოსმენის შესაძლებლობა და როგორც ხედავ, ის საუბრობდა უფრო მეტად თავისი პარტიის სახელით და ყველაფერი შინაარსობრივად მე მას ვეთანხმები, რა თქმა უნდა, ხო, რომ ეს საყოველთაო დღესასწაულია და არ შეიძლება დიდი დღესასწაულების უფრო მეტად პარტიული შინაარსის მიცემა თუნდაც აქციების დროს. ხო, ანუ მიუხედავად იმისა, ვისი ორგანიზებული. კი ბატონო, თქვენ მაინც მე დარწმუნებულია, რომ ბევრი ადამიანი სხვა მიზნებისთვის გამოვა კიდეც 26 მაისს, თუმცა მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა. რა მიზნებისთვის ვის გულისხმობთ? მოქალაქეებს, ხო. კი ბატონო, და მათთვის შეიძლება ეს დღის წესრიგი ოპოზიციური ალიანსის მიერ შემოთავაზებული და რიტორიკა იყოს აბსოლუტურად მიუღებელი? ნუ, ყოველ შემთხვევაში ეს არ იყოს მათი მთავარი მამოტივირებელი, რამაც შეიძლება ისინი გამოიყენოს. ისევე როგორც 4 ოქტომბერს
უმრავლესობა ადამიანების ვინც გამოვიდა, ისინი საერთოდ არ ფიქრობდნენ იმას, როგორც შეიძლება 4 ოქტომბერი დასრულებულიყო და არ ეთანხმებოდნენ და ძალიანაც გაბრაზდნენ. გადაწყვეტილება როგორც ხედავ, ჯერ მიღებული არა, ძალიან კაფეოდ გითხარით მე თქვენ რომ ის რაც ბოლო დღეების განმავლობაში მოვისმინეთ, უკვე ჩვენ გვაქვს ის დაბეჭდილება, რომ ეს სხვა ტიპის აქცია არის. მეთქვა ხელი მოუმართოს ყველას, მაგრამ ჩვენი ადგილი ამ შემთხვევაში ისეთ საკითხებთან მიმართებაში, სადაც თანხმედრა არ არსებობს, არ იქნება, განსაკუთრებით, როდესაც საუბარი არის ხა 26 მაისზე საყოველთაო დღესასწაულზე და არ გვინდა რომ რაღაცა აღრევა მოხდეს. კი ბატონო. არა და რაღაცნაირად ალბათ იმედი ქონდა ოპოზიციურ ალიანსს, უბრალოდ ნიკა გვარამიას, რადგან კიდევ ერთხელ მოგიწოდათ თქვენც და გახარიას პარტიასაც, რომ თქვენ უნდა იყოთ ალიანსში. ანუ ალიანსში წევრობასთან დაკავშირებით ჩვენი აზრი და პოზიცია დაფიქსირებული გვაქვს და ქმედებითაც დადასტურებული, როდესაც არ ხდება ასე იყო, ხო? ხო, ჩვენი პოზიცია, ხო, ჩვენ ხომ არ ვართ ალიანსთან დაპირისპირებაში, უბრალოდ ჩვენ გზას ვხედავთ დამოუკიდებლად. განსხვავებული პოზიციები რო გვაქვს, გამოჩნდა რამდენჯერმე, მათ შორის დღესაც, ხო? იმ საარჩევნო პუნქტებთან მიმართებაში, რომელიც მათ აქვთ და რომელსაც ისინი აყენებენ წინაპირობად. ბოიკოტის, არა არჩევნების წინაპირობად, არამედ ბოიკოტის პირობად აყენებენ რეალურად. ჩვენ განსხვავებულად ხედავთ. ისევე როგორც აღმოჩნდა, რომ შეიძლება თავისუფლების მოედანიც ამას ცოტა სხვაგვარად ხედავთ. ხო, თქვენ რაღაცა მგონი მოლოდინი გაგიშათ, რომ შესაძლებელია თავისუფლების მოედანი თქვენს ოპოზიციურ რიგებს შეუერთდეს, ანუ რაღაცა დამოუკიდებელი პოლიტიკური ცურვის გზა. არა, მე უბრალოდ ხედავ, რომ ალიანსში ერთიანი პოზიცია არ არის, აი ამ ორ საკითხთან დაკავშირებით, მეტი არაფერი. ხო, ეს საკმარისია იმისათვის, რომ რაღაცა უთანხმოების ბზარი გაჩნდეს, ნუ რით დამთავრდება ამას მე ვნახავთ, მეც დავიჭირე ეს, მაგრამ შეგნებულად არ განვავრცე იმისათვის, რომ შემდეგ რაღაცა სპეკულაციებში არ დავედანაშაულებინე ალიანსის წევრ პოლიტიკურ პარტიებს. არანაირი რაღაც დამატებითი აზრი მე ამაში არ ჩამიდია, რომ ხო თავისუფლების მოედანმა თავისი პოლიტიკური ნაბიჯები ჩვენთან ერთად ისედაც გადადგა, როდესაც დაიბადა და მაშინ პარტიაც არ იყო და 24 წლის არჩევნებზე ჩვენს კოალიციაში იყო. მონაწილეობა არ მონაწილეობის თემა. ხო, დღეს ხო მოვისმინეთ, ანუ თავდაპირველად გავცელდა ეს განცხადებები. ჯერ მოვისმინეთ განცხადება. სადაც არის მოთხოვნილი 6 პუნქტი იმისათვის, რომ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს. არის აქედან რომელიმე მოთხოვნა, რომელსაც თქვენ არ ეთანხმებით, რომ არჩევნები სწორედ აი ამ პირობებში უნდა ტარდებოდეს? არა, უბრალოდ ამ 6 დაუმატებდი მე კიდევ 22-ს როგორც მინიმუმ. იმდენივეს რამდენიც წერია ევთოოდირის 2024 წლის დასკვნაში, რომელმაც შეაფასა საქართველოს საპარლამენტო არჩევნები და ეს მინიმუმ 22-ს დავუმატებდი, იცით რატო ვიძახი, რომ იმ 28 დასკვნაში წერია ერთ-ერთ რეკომენდაციად, რომ ყველა სხვა რეკომენდაცია, რაც ადრე გვაქვსო ჩვენო მიცემულიო საქართველოს მმართველი ძალისთვისო და საქართველოსთვის როგორც სახელმწიფოსთვისო, ისინიც შეასრულონ, იმიტომ რომ იმასაც არ ასრულებენ. ამიტომ ვამბობ, რომ მინიმუმ 22-ს კიდევ დავუმატებდი. ხო, რეალისტები უნდა ვიყოთ, 28 მოთხოვნას ქართული ოცნება არ შეასრულებს, მაგრამ 6-დან 6-ს შეასრულებს თქვენ დარწმუნებული ბრძანდები? მე არ ვარ დარწმუნებული ამ შემთხვევაში, მაგრამ ნუ როგორც ჩანს, ამ განცხადების ავტორები არიან დარწმუნებულები. წინააღმდეგ შემთხვევაში ხომ არ გააკეთებდნენ ასეთ ხმამაღალ განცხადებას? რამდენი უნდა შეასრულოს? აი მოდი ვიმსჯელოთ. რამდენი უნდა შეასრულოს? ან მაგ რაოდენობაზე არის აქ საკითხი? თუ უფრო მეტად შინაარსზე. ანუ რამდენი დაგვეთმობა მაშინ? მაშინ 6-დან რატო დავთმოთ 4-მდე ან 3-მდე, 28-დან დავიწყოთ? მე ესე მესმის ბრძოლის და მოლაპარაკებების წესებიც. თორე შინაარსობრივად ცალკე აღებული რომელიმე პუნქტს არ ვეთანხმებით თქო, ნამდვილად არა, მეცაც გეტყვით. ამაზე ჩვენ საარჩევნო ექსპერტებთან, პარტიულ საარჩევნო ექსპერტებთან მათ შორის, ხო, ვინც მუშაობენ ხოლმე თითოეულ პარტიაში ამ საარჩევნო საკითხებზე, ჩემი კოლეგები, ჩემი მეგობრები არიან ისინი. გვიმუშავია წლების განმავლობაში. ძალიან ბევრ ფორმატში, პარლამენტის დროსაც მათ შორის წინა პერიოდში მე-10 მოწვევის პარლამენტში, ან მე-11 მოწვევის პარლამენტს, რა თქმა უნდა, არალეგიტიმურად ვაღიარებთ, მაგრამ კომიტეტებში საარჩევნო რეფორმების შეგვიმუშავებია, მერეც 24 წლის არჩევნების მერეც ძალიან ბევრი გვისაუბრია, რა შეიძლება შეიცვალოს, რა არა. აქ საუბარი არის არა იმაზე, როგორი საარჩევნო იდეალური საარჩევნო კანონმდებლობა გვინდა რეჟიმის ცვლილების შემდეგ. ეს სხვა საკითხია. შეიძლება ამას დაჭირდეს საერთოდ ახალი საარჩევნო კოდექსის დაწერა და ჩემი აზრით ესეც უნდა მოხდეს. ჩვენ საუბრობთ ახლა ამ პირობებში, ოღონდ
ეს ხომ ესე არ ხდება რეალისტურად. მაგრამ თუ ესე რეალისტურად არ ხდება ქართული ოცნების თანამონაწილეობის გარეშე, ანუ ის არ არის დამთმობი, მის ხელშია ყველა ბერკეტი. მას რომ რაღაც დავათმობინო, მე საწყისი წერტილი რატო ავიღო მინიმუმით? მე საწყისი წერტილი უნდა ავიღო მაქსიმუმით. ამიტომ თქვი მე რომ მინიმუმ 28 უნდა იყოს, ხო? თან ევთოოდირი რატომ ავიღე? იცით რომ ევთოოდირი ხომ საერთაშორისო ნეიტრალური შემფასებელი არის. ქართული ირაკლი კობახიძე ხო დღესაც იძახდა რომ ჩვენი კანონმდებლობაო საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებაო. ანუ მაინც ხომ სჭირდება ამის თქმა, როგორც მინიმუმ რომ საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და ყველაზე მაღალი რანგის არბიტრი ხომ ევთოოდირი არის ამისთვის, ხო? შესაბამისად ევთოოდირი რასაც ამბობს იქიდან ავიღოთ ის 28 რეკომენდაცია. ფუჭებს თუნდაც ამ 6 ასე ვთქვათ პირობის დაყენება. ანუ მე არ მაქვს მოლოდინი რომ ხვალზე გამოხვალთ თქვენ და 28-ვე პირობას დააყენებთ და აი მაქსიმალური მოთხოვნებით დაიწყებთ იმისათვის რომ რაღაც მაინც დავაყენებთ. კი არ დავაყენებთ. ჩვენ ამას ვაყენებთ. როდესაც ვამბობთ წელიწად ნახევარია წინააღმდეგობის მოძრაობა რაც დაიწყო. ვითხოვთ ახალ სამართლიან არჩევნებს. ამას გულისხმობთ პირველ რიგში. ჩვენ ხო ვამბობთ რომ ჩვენ ყველა შემთხვევაში მაინც მივიღებთ მონაწილეობას და ყველა პოლიტიკური ბრძოლის ველს რაოდენ უსამართლოც არ უნდა იყოს გამოვიყენებთ. ახლა მე თუ არ ქართული ოცნება თუ ამ პირობებშიც მიიღებთ არჩევნებში მონაწილეობას რატო წამოვიდე დათმობაზე. ფუნდამენტური სხვაობა არის და მე ხლა აგიხსნით ქალბატონოებმა რატომ მგონია ეს შეცდომა. უნდა გავმიჯნოთ ის, რასაც ვითხოვთ და ვითხოვთ რითი. ვითხოვთ წნეხის გაზრდით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ხო, ჩვენ არჩევნები გვაქვს მოსაპოვებელი. ამისგან უნდა გავმიჯნოთ საერთოდ ის, რომ რისი გამოყენების შესაძლებლობაც გვაქვს, ის არ გამოვიყენოთ. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ერთს მეორით ვანაცვლებთ. ჩვენ ან ალიანსი დღეს რომ აყენებს 6 მოთხოვნას, ისინი რა უკვე სხედან მოლაპარაკების მაგიდანზე ქართულ ოცნებასთან, თქვენ კითხვას რომ დაუბრუნდეთ, ხო? ანუ 28-ს დააყენებთ, ხო? არის ეხლა ის ფორმატი, რომ ქართულ ოცნებას უკვე ამაზე ვესაუბრებით? დადგება მომენტი, რომ ერთ მაგიდაზე მოგვიწევს დაждდომა ქართულ ოცნებას ვათმობინებთ უკვე რაღაცას. ეს ჩავთვალოთ, რომ უკვე ამ სტადიაში ვართ. მაშინ რატო დავიწყოთ 6-ით? დავიწყოთ 28-ით. ანუ თქვენი პოლიტიკური მაგას ვამბობ, ჯერ არა ვართ მოლაპარაკების მაგიდაზე და ზოგადად დაკიდებული გვაქვს ევთოოდირის მოთხოვნები. გაკეთებული განცხადება რომ საქმეც ამაშია. ან ბოიკოტი იქნება ადრესატი იმდენად ქართული ოცნება არ ყოფილა, რამდენადაც ის პოლიტიკური პარტიები, ვინც არ უჭერს მხარს პოლიტიკურ ბოიკოტს. იქნებ თქვენი ყავით. ჩვენ ვიყავით, ანუ ჩვენ ხელში არის ახლა საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება. რაგამ ანუ პირობა სადაც წერია რომ ემიგრანტებს დაუბრუნეთ უფლებები, სასამართლო შეიცვალოსო, რაღაცა კოლეგია შეიქმნას, ანუ ამას ჯერჯერობით ვერ გავაკეთებთ. რეჟიმის ცვლილების შემდეგ მეტიც გავაკეთოთ. გითხავთ კი ბატონო, მაგრამ თუ აბა როგორ წავიკითხოთ? სტრიქონებს მიღმა რა წავიკითხოთ? ანუ თუ თქვენ თავად ამბობთ რომ ძალიან წამგებიანი იქნება პოლიტიკური თვალსაზრისით თქვენთვის თუ ბოიკოტის რეჟიმში დარჩება დანარჩენი ოპოზიციური ფლანგი, ხო? ანუ გამოდის რომ ოპოზიციურმა ალიანსმა 6 პირობა წააყენა და ამას კიდევ თან ერთვის სინდისის პატიმრების გათავისუფლება, ამითი თუ ჩვენ გველაპარაკება, მაშინ ძალიან ცუდად ყოფილა საქართველოს ოპოზიციურ ველზე საქმე და ქართულ პოლიტიკაში. ან ეს დათმობები იქნება მიღწეული, ან ჩვენ რჩებით ბოიკოტის რეჟიმში. ხო და ადრესატი ვინ უნდა იყოს ოცნება, ხო? ჩვენ თუ ვართ, მაშინ უარესად არის ბევრად მდგომარეობა, ვიდრე შეიძლება მე ვსეგონოს, ხო? ქართულ ოცნება ძალიან წუხს იმის შესახებ, ბოიკოტის რეჟიმში დარჩებიან თუ არა ოპოზიციური პარტიების ნაწილი? თქვენი აზრით არ წუხს? ხო რა ვიცი, მიიღო ადგილობრივ არჩევნებში თქვენთან ერთად მონაწილეობა და საკრებულოებშიც თავს გრძნობს შესაძლებლობა. სწორედ ამაშია საქმე. სწორედ ამაშია საქმე. სწორედ ამიტომ გგონია ჩვენ რომ ბოიკოტში გასვლა იქნება შეცდომა. ოღონდ კიდევ ერთხელ ხას უსვამ. ეს არავითარ შემთხვევაში ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა შევწყვიტოთ რამენაირად ბრძოლა ახალი არჩევნების მოპოვებისთვის. ჩვენ ხომ არ უნდა დაგვავიწყდეს ამ ბოლო წელიწად ნახევარში ბევრ რაღაცას მივახციეთ ჩვენი ბრძოლით. მე გულისხმობ თელ საზოგადოებას, მე არ ვსაუბრობ მხოლოდ ერთ პარტიაზე და არც მხოლოდ ოპოზიციურ პარტიებზე. ბევრი რამ არის მიღწეული. ხო, ქართულ ოცნებას რომ არ აწუხებდეს არაფერი, მაშინ ისეთ სულელურ, თავისთვის სულელურ
მაგრამ ჩვენი შემზღუდველი კანონები რაც მიიღეს, ხო ესეთ კანონმდებლობას არ მიიღებ და ანტიდემოკრატიულს რაში დაჭირდებოდა მაშინ ტროტუარზე დგომის გამო ადამიანების ციხეში გაშვება, ხო? თუ ის მას საერთოდ არ ადარდებს ის ხო ამბობენ 50 აკაცუკი დგას რუსთაველზე, თუ არ ადარდებს, რატომ იღებს ამ კანონებს და რატომ იწუხებს საერთოდ თავს? აწუხებს ბევრი რაღაცა ქართულ ოცნებას, აწუხებს ის რომ არავინ არ ელაპარაკება საერთაშორისო ასპარეზზე და მხოლოდ რა ვიცი, აშხაბადში თუ დუშანბეში უწევს სიარული და ირანში. ბევრი რაღაც აწუხებს. ჩვენი მიზანი არის რომ ქართულ ოცნებას კომფორტი არ უნდა შეუქმნათ, რა თქმა უნდა და თქვენ რაც ბრძანებთ, სწორედ ეს არის. მათ შორის რაც შეიძლება რეპრესიული პოლიტიკა გაატაროს. თქვენი მიზანი ხომ ეს არ არის? თქვენი მიზანი არის რომ თქვენი პოლიტიკური ბრძოლით დაათმობინოთ პირიქით ქართულ ოცნებას. ჩვენი მიზანი არის, მოდი ვთქვა, ჩვენი მთავარი მიზანი არის რეჟიმის შევცვალა. ჩვენი მიზანი არის როგორ გეკადრება თუ არ ვაპირებ? აი ერთი დიდი მე ხო გითხარ 26 მაისზე გადის თქვენი აზრით თავარი ხაზი? არა. ყველა აქციაში მონაწილეობთ ხო გეუბნებით გასვლითი მარშები არის ქუთაისში, ბათუმში, სამგან ჩატარდა, შემდეგი ჩატარდება ჭყოროწყუში. ყველგან მონაწილეობთ. ხვალ ვიდგები, ნახავთ რუსთაველზე ფილარმონიიდან რუსთაველამდე. ყველა მარშში მონაწილეობთ. ამაზე არ არის საუბარი. ეს უნდა გაგრძელდეს უეჭველად. ოღონდ ჩვენ ვთვლით რომ ქვეყანაში მათ შორის ისეთ რეჟიმის პირობებში როგორიც არის საქართველოში ხელისუფლება რეჟიმი უნდა შეიცვალოს არჩევნების გზით. საქართველოში არასოდეს ოპოზიციის სასარგებლო საარჩევნო გარემო არ ყოფილა და არც საარჩევნო კანონმდებლობა და არც ოპოზიციის ხელში არ ყოფილა საარჩევნო ადმინისტრაცია, ყოველთვის იყო ხოლმე ხელისუფლების ხელში, ყოველთვის ვითხოვდით ახალ არჩევნებს, არამხოლოდ არჩევნებს, არამედ გარემოს ახალ კანონმდებლობას გაგახსენებთ, გავრილოვის გამო, სულ სხვა რაღაცის გამო დაიწყო, გავრილოვის იმ სკამში ჩაჯდომის გამო. და მთავარი მოთხოვნა გახდა პროპორციული, სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა. ხო გახსოვთ და კრიზისი რო შეიქმნა, მაშინ დათმო ივანიშვილმა მერე გადაგვაგდო ბრჭყალებში და გადააგდო საზოგადოება, მაგრამ იმ კრიზისის ჩასაქრობად იმ კერის მოუწია ამ დათმობაზე წასვლა. იმის მერე იყო 8 მარტის შეთანხმება, იმის მერე იყო შარლ მიშელი. ყოველთვის ეს იყო ხოლმე საჯილდაო ქვა და ყოველთვის ვიბრძოდით და ამიტომაც კლავაც უნდა გავაგრძელოთ ამისთვის ბრძოლა. ოღონდ არასდროს, როდესაც საქართველოში ხელისუფლება შეცვლილა, არ გულისხმობ იმ ერთადერთ შემთხვევას, როდესაც ეს მოხდა სამხედრო გადატრიალების გზით. არასდროს ის არ იყო ოპოზიციისთვის სახარბიელო მდგომარეობა და ყოველთვის იმარჯვებდა ხალხი, როდესაც დამთრგუნველი უმრავლესობით სჯაბრიდა ხოლმე იმ მომენტში ხელისუფლებას და ხელისუფლებას აღარ ჰქონდა აღარანაირი ბერკეტი, რომ ეს დამთრგუნავი უმრავლესობა დაეთრგუნა 26-ში ღმერთმა ქნას, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ დამთრგუნველ უმრავლესობაზე არჩევნებში. ისევე როგორც მოხდა ეს ცოტა ხნის წინ უნგრეთში. უნგრეთზე შემიძლია ძალიან ბევრი გესაუბროთ. ისეთივე მდგომარეობა იყო დამკვირვებლების თვალსაზრისით, ისეთივე მდგომარეობა იყო ადმინისტრაციული რესურსების თვალსაზრისით, საარჩევნო ადმინისტრაციის კონტროლის თვალსაზრისით, გაცილებით უარესი იყო. გაცილებით უარესი საარჩევნო სისტემა იყო პროპორციული. 6 წლის წინ რო ვითხოვდით და რომ მივიღეთ შემდეგ, იქ ჯერაც არ იყო ისეთ შერეული სისტემა იყო მახინჯი, მაგრამ 5 საათზე დავამთავრე ბოდიში ქალბატონო ემა 5 საათზე უკვე იმდენად უპრეცედენტო აქტივობა დაფიქსირდა კენჭისყრის დღეს, რომლის მსგავსი საბოლოო აქტივობაც კი არასოდეს მანამდე უნგრეთში არ დაფიქსირებულა და ორბანი მიხვდა, რომ არც მის დანიშნულ მოსამართლეებს, არც მის საარჩევნო ადმინისტრაციას ანონსებდა დღის განმავლობაში, რომ პირიქით ოპოზიცია არ ღვევსო არჩევნების საარჩევნო წესებსო და მოსყიდვას აქვს ადგილიო და მიხვდა, რომ აღარაფერს აზრი არ ჰქონდა, იმიტომ რომ ხალხმა ირწმუნა თავისი ძალის და ყველა ის ბერკეტი, რომელიც ჰქონდა არსენალში, დარჩა მის არსენალში და გამოიწვია მარცხი და კრახი ორბანისა. კომპონენტი გამოგრჩათ მადიარი, რომელსაც დღემდე ვეძებთ ქართულ პოლიტიკაში სანთლით სულიკოსავით. ეს იქნება ძალიან ფუნდამენტური შეცდომა, რომ დიმიტრი გელოვანს ან მესიას ველოდოთ პოლიტიკაში. ესეთი პირდაპირი პარალელების გავლება არ შეიძლება. მე ვისაუბრე იმ პარალელზე, რაც გულისხმობს რთულ საარჩევნო პირობებში. კი, მაგრამ კი, პოლიტიკური ლიდერი არის გზა შედეგისთვის. არის ჩვენთვის ეს რაღაცა მესიისა და დიმიტრი გელოვანის სადარია ქართულ პოლიტიკაში ისეთი პოლიტიკური ლიდერის გამონახვა, რომელსაც მეტი ადამიანი გამოუცხადებს ნდობას. თუ ასე რთულად გვაქვს საქმე? არა, ქალბატონო ემა, მოდით მესიას ნუ დაველოდებით
და სხვის იმედზე ნუ ვიქნებით. ხო, ყველამ თავის გასაკეთებელი თვითონ უნდა გააკეთოს, პოლიტიკურ პარტიებს თავისი პასუხისგებლობა აქვს და თითოეულ მოქალაქეს აქვს თავისი ერთადერთი სამოქალაქო ვალი, ეს არის არჩევნებზე მისვლა. აი ამ შიშისა და ნიჰილიზმის გადატეხვა. ამაზე ვსაუბრობთ, მაგრამ თქვენ თვითონაც ხო ახსენეთ, რომ მეტ ხალხს გამოიყვანსო. ანუ ხელისუფლებას ცვლის მეტი ხალხის გამოყვანა. როგორც საშუალება, ხო? ანუ თუ მეტი ხალხი გამოვა, თუ კრიტიკულ რაოდენობას მიაღწევს აქტივობა, ანუ ამომრჩევლების გამოცხადება საარჩევნო უბნებთან. ეს ხო იმას ნიშნავს, რომ როგორი საარჩევნო გარემოც არ უნდა იყოს, როგორი მოსყიდულიც და ჯიბეში ჩასმულიც არ უნდა ყავდეს საარჩევნო ადმინისტრაცია, ძალოვნები, პარლამენტი და ასე შემდეგ, სასამართლო და ასე შემდეგ. აზრი ეკარგება ყველაფერს. ავტორიტარისთვისაც კი, ისეთი ავტორიტარისთვის და ოლიგარქისთვის, გაცილებით უფრო ძლიერისთვის, ვიდრე ივანიშვილია, როგორიც იყო ორბანი.